ძირფასო საზოგადოება ვაგრძელებთ საუბრებს ჭეშმარიტი ორიენტირის ეთერში. ჩვენ ვისაუბრეთ არაერთი რელიგიური ცდომილების შესახებ და ასე კვალდაკვალ მივყვებით კათოლიციზმზე, პროტესტანტიზმზე და დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება სექტანტობა ზოგადად, კონკრეტული რომელიმე სექტის განხილვა გვაქვს დასახული მიზნად, არამედ ზოგადად თუ რას წარმოადგენს ეს სულიერი სცენი საზოგადოებისთვის, აქ სტრუქტურული ნიშნებია გამოსაკვეთი, თუ რითი გამოირჩევა ის, რითია ის დესტრუქციული, რამდენად სულიერ ზიანს აყენებს ადამიანის სულიერ ზნეობრივ ზოგადად მენტალურ მდგომარეობას, ეს მეტად საშიშია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხდება ადამიანის კოდირების, ესეთი ზნეობრივ მორალური ჭეშმარიტების ჭრილში მისი გაქარწყლება და რაღაცა ამორფული ზოგადად ზედაპირული სულიერების, უფრო სწორად რო ვთქვათ, ხიბლისმიერი სულიერი მდგომარეობის დამკვიდრება და ეს ყველაფერი წარმოადგენს სექტანტობას. ანუ სექტა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ადამიანების კრებული სხვადასხვა წარმომადგენლები იკრიბებიან თავისი შეხედულების და მიხედვით და ისინი ამბობენ, რომ მათი შეხედულება არის ყველაზე სწორი, რომ ისინი წარმოადგენენ ეკლესიას, თქვათ, ან მაგალითად შეიძლება ზე ამაღლებული იდეით იყვნენ გამორჩეულები და ფიქრობდნენ, რომ აი ეს არის ის სწორედ ის იდეა, რომელიც გადაარჩენს სამყაროს. ანუ თავარი სათქმელი ჩვენი ის გახლავთ, რომ დავინახოთ სექტანტობაში ის მანკიერება, რაც მას ყველაზე მეტად აზიანებს. ანუ ის აცხადებს პრეტენზიას იმისა, რისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა არ გააჩნია. ანუ ეკლესია ამბობთ ჩვენ, რომ ვართ დადგენილი წესრიგის მქონე ინსტიტუცია, ღმერთკაცობრივი ინსტიტუტია, რომელიც მოქმედებს დედამიწაზე პირველი საუკუნეებიდან და მასში არის სისავსით გადმოცემული როგორც სწავლებითი, ასევე მორალური, ზნეობრივი და ასკეტური ცხოვრების წესი ნებისმიერი ადამიანისათვის. იგნორირება იმის, რასაც ეკლესია თავაზობს ჩვენ, ანუ თქვათ პირველ რიგში ასკეტური ცხოვრების წესისა, ზოგადად სულიერ ცხოვრების წესის არქონისა სექტანტურ სამყაროში, ხო? მათთვის გაუგებარია წარმოუდგენელია, რას ნიშნავს ვნება, რას ნიშნავს ცოდვა ზოგადად, უამრავ სექტანტურ დენომინაციას თუ მიმდინარეობას საერთოდ არ გააჩნია ბიბლიური საწესებიც კი, მაგალითად სეინტოლოგებს, ნის არმიას. არის ასევე დღეს გამოჩნდა კიდევ ერთ-ერთი სპექტრი, ესეთი პოლიტიკური, პოლიტექნოლოგიური სექტები, როგორიც არის თქვათ გირჩი, ან იგივე ევანგელისტური მოძრაობები, რომლებსაც აქვს პრეტენზიები ყალბი თავისუფლების დანერგვისა. ანუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ადამიანი უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას ეს სურს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი სურვილები და ეს სურვილები შეიძლება იყოს ცოდვისმიერი, იგივე სოდომური ცოდვით და სხვა ასე შემდეგ და ამას ჰქონდეს რელიგიური გასაქანი საზოგადოებაში. ნახეთ, სიყალბერაში მდგომარეობს ადამიანი თითქოს და ილუზიურად თავისუფალია, მას შეუძლია აკეთოს ისაც უნდა, მაგრამ როცა ღმერთია საუბარი, ჩვენ ცხადია, უკვე კანონები ღვთისა მოქმედებს და ბიბლიური კანონების თანახმად, რა თქმა უნდა, იგივე სოდომური ცოდვა იქნება თუ ნარკომანის ცოდვა, რომელსაც პროპაგანდირებას უხკეთებს სხვადასხვა სექტები, ცხადია არის უდიდესი ცოდვა და არ შეიძლება მისი აღქმა როგორც
რელიგიური შეხედულებისა და მით უფრო სწორი რელიგიური შეხედულებისა. ჩვენი პრობლემა სწორედ ამაში გახლავთ, რომ აი სექტანტების დახასიათებას თუ დავიწყებთ, თქვათ არის იაყოველები, რომლებიც უფრო ჩამოყალიბებული სტრუქტურული სექტა გახლავთ, მათ აქვთ რაღაც გარკვეული სწავლებაც, ღმერთზეც და ადამიანზეც ასე შემდეგ, მაგრამ თუ რეალურად ჩვენ საფუძვლიერად განვიხილავთ იგივე ბაპტისტების თუ სხვა სექტებს, დავინახავთ, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არიან შემოფარგლული თავისი სექტის იდეოლოგიების სტრუქტურული ესეთი ფონით, მათთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება, რომ თურმე იმ ბიბლიური მიმართულების გარდა, რომელსაც ის მათ სთავაზობს რაღაც გარკვეული ჯგუფი საზოგადოების, თურმე არსებობს გაცილებით უფრო დიდი და ჭეშმარიტი სწავლება და სისავსით გამოვლენილი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია იცავს ოდითგანვე, მაგრამ ამისი იგნორი ხდება ისეთ ლამაზად, ისე შეფუთულად, რომ ეს საზოგადოება ამას იაყოველები თქვათ, გულისხმობთ რასელისტებს, ხო? ან სხვა სექტა. ესენი ლამაზად ჯერეულებიან აი ლამაზ ფერებში, რომ აი ჩვენთან ნახეთ რა კარგია და ვეხმარებით, წიგნებია, ბროშურებია. შემდეგ უკვე ადამიანი ნელ-ნელა ექცევა აი ამ იდეოლოგიური წნეხის ქვეშ და ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება, თუ რა შეიძლება ანალიტიკური აზროვნება კონდეს ადამიანს, როგორი შეიძლება იყოს სწორი მართებული უნარები სექტის შიგნით უკვე ფაქტობრივად ხდება წარმოუდგენელი ამის გააზრება. და რატომ? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ჩაკეტილი აი ამ თავის სივრცეში და ამ სივრცის გარღვევისთვის საჭიროა ადამიანმა დიდი ძალისხმევა გამოიყენოს და თუ ამის ძალისხმევის შესაძლებლობა მას არ ეძლევა, ხომ? და ფაქტიურად ჩაკეტილია, ხო? არის უამრავი შეფრთხილება თვითმკვლელობისა, ან უბრალოდ ადამიანმა შეძლოს უნდა აი ამ თავისი ამ ვაკუუმიდან, სექტანტური ვაკუუმიდან თავის დაღწევა. რაზე ვამახვილებთ ჩვენ მთავარ ყურადღებას? როგორც გითხარით, ამ ადამიანებს თავი ზე ადამიანები გონია. ანუ მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესი ცოდვილები ვართ ყველანი, ვამბობთ ამას და ეს ბრძოლა გვჭირდება ჩვენ საკუთარ ნაკლოვანებებთან, სექტანტი ასე ფიქრობს, რომ ის უკვე გადარჩენილია. ის უკვე ცხონებულია, მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, უხვად არის, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად და ამ დროს მისი ეს ხიბლისმიერი სულიერი მდგომარეობა არის თავს მოხვეული საზოგადოებაზე, როგორც იდეალური ცხოვრების წესი და ეს იდეალური წესი სინამდვილეში არის ახირება ზე რაღაცა იდეით, რომ თითქოს და მისი იდეა არის კარგი. ეს სექტანტური სული სხვათა შორის დამახასიათებელი არის არა მარტო სექტანტებისთვის, არამედ შეიძლება ეკლესიის წიაღში შემოიჭრას. აი როგორიც არის მაგალითად ნიკოლოზ მახარაშვილის სექტა, რომელიც შემოიჭრა მართალია განკვეთილ მდგომარეობაშია, თუმცა მაინც ეკლესიას აზარალებს ესეთი სექტანტური და ფანატიკური დამოკიდებულება რელიგიების ამიტომი და აი ამ ჭრილში ჩვენ ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, სექტები. არა როგორც ცალკეული დესტრუქციული სექტა, როგორც არის თქვა რასელისტები, იგივე იაყოველები, ბაპტისტები, ხსნის არმია, მეშვიდე დღის ადვენტისტები, თუ უამრავი ევანგელისტური საზოგადოებებია შექმნილი, ყველა მათ საერთო მიზანი არის ის, რომ დააშორონ ადამიანი დედა ეკლესიას. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ მთავარი დარტყმის ობიექტი სწორედ ეს არის და ეს დესტრუქციული მოქმედებები, რომელსაც განახორციელებენ ხოლმე სხვადასხვა სექტები, ხომ? ეკლესიის წინააღმდეგ და მუდმივი გალაშქრება მიდის ეკლესიის დაფინანსების კუთხით, ეკლესიას თითქოს და მეტი შესაძლებლობებს აძლევენ, ან შეურაცხყოფის მიზნით ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით უამრავი
ესეთი სექტანტური გამოხტომა ჩვენ გვინახავს ბოლო დროში და ყველა დროში, ეს არის სწორედ ის სულიერი ბრძოლის ველი, რომელზეც ვსაუბრობ ჩვენ, რომ სექტანტობას გააჩნია თავისი სულიერი სიმახინჯე, რასაც ხიბლი ქვია და ადამიანი უნდა გამოვიდეს იქიდან ერთადერთი სწორი არჩევანით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწორი პოზიციით. ესეთი ხალხი უამრავია, დღეს უამრავი ადამიანი მიხვდა თუ რაში მდგომარეობს სექტის მნიშვნელობა, მაგრამ თუ ვერ მიხვდა, ჩვენ უნდა ურჩიოთ მათ, რომ დაემოწაფონ დედა ეკლესიას. ჩვენ რა თქმა უნდა გული გვტკივა, რომ ხშირად მართლმადიდებელი მრევლი ვერ ახერხებს სათანადო პოლემიკის გაწევას ამ კუთხით, იმიტომ რომ არ არის სათანადო ცოდნის სურვილი. ეს ჩვენი პრობლემა არის ეკლესიის წიაღში, ამას აღიარება ჭირდება, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა სასულიერო პირებმა უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი მრევლი გავაცნობიეროთ სარწმუნოებრივ საკითხებში და დავანახოთ და ძალიან მარტივი ხდება ამ დროს დანახვება იმისი, თუ სად არის ნათელი და სადაა ბნელი. აი, როცა გვეუბნება ჩვენ სექტანტი, რომ უდლები არ არის, ეკლესია არ იყო და პირველ საუკუნეებიდან იყო მარტო მოციქულები, ხომ? არის ესეთი მოსაზრებები, ხო? აი, მოციქულების მოღვაწეობა და სინამდვილეში იქვე წერია, რომ მოციქულებმა დაასხა ხელი ეპისკოპოსებს, ხუცესებს, დიაკვნებს. ნახეთ, ძალიან მარტივია, ხომ? ისინი ამბობენ ერთს, რომ ეს არ იყო, ჩვენ ვამბობთ, რომ პირველივე საუკუნეებში, ვთქვათ, იერუსალიმის ეკლესიაში ეს იერარქიული წესგანგება დადგინდა. ანდა თუ ადამიანზე უბრალოდ საუბრობთ მარტივად რო ვთქვათ, ახლა თუ პოეტია ადამიანი, იმას განადიდებს ადამიანი მომღერალია და იმას განადიდებს ადამიანი და ნუ თუ ამდენი საუკუნის მანძილზე შექმნილი ეს ღვთისმსახურება, ვინც შექმნა, ანუ დედა ეკლესიამ, ანუ სასულიერო პირებს გულისხმობ ზოგადად ეს, ვინც შექმნა ეს, ნუ თუ ეს ხალხი არ არის თაყვანისცემის ღირსი, ანუ დედა ეკლესია არ არის თაყვანისცემის ღირსი, რომ სწორედ მან მოიტანა ეს სიდიადე ღვთისმსახურებისა, სიდიადე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, სარწმუნოებას დაცვა ჭირდებოდა. ვინ იცავდა ამ სარწმუნოებას? არავინ. სექტანტი რას იცავს? დააკვირდით სექტანტს, იახოველი ამბობს თავისას, ბაპტისტი თავისას და განა ეკლესია მრავალია? ეკლესია ერთი და ერთადერთია. ამიტომ ვინ არის ამ ეკლესიის წევრი და ვინ არის ამ ეკლესიის შვილი? ის, ვინც ერთგულად იცავს მის პრინციპებს, მის სწავლებას, მის გარდამოცემას. ეს ყველაფერი ჩვენშია დაცული, სისხლის ფასად მოტანილია, სარწმუნოების ფასად მოტანილია და დღეს გვეუბნებიან, რომ ტოლერანტულად უნდა ვიყოთ სხვა რელიგიების მიმართ. რა თქმა უნდა, ტოლერანტიზმში ჩვენ შეიძლება არავის უხეშად არ მივმართოთ. კი ბატონო, თუ ეს მოიაზრება, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ დათმე სარწმუნოებრივი საკითხები და სექტანტური გააბატონე, ნუ რას უკაცრავად ჩვენი უკვე ტოლერანტულები და მომთმენებიც ვერ ვიქნებით, არამედ ვიქნებით ჩვენი სარწმუნოების სადარაჯოზე, როგორც ამას დედა ეკლესია ოდითგანვე ჩვენ გვასწავლიდა. ღმერთმა დაგვლოცოს, ღმერთმა წყალობა არ მოგვაკლოს, გვაშოროს ყველანაირი სექტანტური სულისკვეთებისაგან, თანამედროვე სამყაროს ძალიან უჭირს ამ კუთხით, როგორც გითხარით ჩვენ რამოდენიმე პერსპექტივით შეგვიძლია ისინი განვიხილოთ ეს სექტები, ეს არის რელიგიური ნიშნით, არის საერთოდ რელიგიური ნიშნის გარეშე, როგორებიც არის საინტოლოგები თუ ხსნის არმია თუ სხვა, და არის კიდე პოლიტექნოლოგიური სექტები, რომლებიც არანაკლებ საშიშია ჩვენს დროში და ამასაც უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყოველთვის ყურადღება, იმიტომ რომ ეს ერთი რგოლია ყველაფერი, სამივე ერთ მიზანს ემსახურება, რაიმენაირად დააკნინონ ეკლესიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენი მიზანი კი პირიქით არის, რომ საზოგადოებათა საუხსნად, რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა ვაკეთებთ ამას მონახაზი, ზოგადი მონახაზით, თუ რას წარმოადგენს ეს ხიბლისმიერი სექტები, მაგრამ შეიძლება მერე უკვე ცალ-ცალკე გადავიდეთ სხვადასხვა სექტების განხილვაზე, სადაც მკაფიოდ ჩანს,
თუ რამდენად მცდარია მათი რელიგიური ხედვები. ღმერთმა დაგლოცოს და წყალობა არ მოგვაკლოს. ამინ. მომავალ შეხვედრამდე.